სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო, მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი ახლობლები და განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. უფალმა იესო ქრისტემ ერთხელ უთხრა სადუკეველებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვეთრით აღდგომა. ასეთი სიტყვები. ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა. და ჩვენ ვწამს, რომ სიკვდილის შედეგად ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის სხვა მარადიულ სამყაროში, ეზიარება სულიერ ცხოვრებას. ამიტომაც ჩვენ ეკლესიის მოწოდებით ვართ დღეს აქ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის ვილოცოთ. ისინი ცოცხლები არიან და დადგება დღე, როცა იქნება ჩვენი მკვდრეთით აღდგომაც, როდესაც ჩვენ კვლავ ვიხილავთ მათ, შევხვდებით. ამიტომ წმინდა ეკლესია ყოველდღიურად იხსენიებს მიცვალებულებს, ოცულობს მათთვის, მაგრამ ეკლესიაში დადგენილია ასევე განსაკუთრებული დღეები მიცვალებულთა მსახურებისთვის, მათი მოხსენიებისთვის. ერთ-ერთი ასეთი დღე არის სწორედ დღეს, თომას კვირის სამშაბათი. როგორც იცით, წყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესია აღნიშნავდა უმთავრეს ჩვენს დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას, როგორც ერთ დღეს. ყველა დღე აღდგომის ტოლფასია წყინვალე შვიდეულში. და უკვე თომას კვირის მეორე დღიდანვე ეკლესია ჩქარობს, რომ მიცვალებულებს ახაროს ქრისტეს აღდგომის შესახებ. რადგან სწორედ ეს სიხარული ახარა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ ვიმეორებ ახარა ეს გამოხსნა მათი სულებისა და სიკვდილის დამარცხება მიცვალებულებს. და ამიტომაც არის, რომ ამ დღიდან იწყება მიცვალებულთა მოხსენიება. მანამდე არ ხდებოდა წყინვალე შვიდეულში, გამონაკლისები არის მხოლოდ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, მაშინ სრულდება წესის აგება, ოღონდ ისიც მოკლებულია ყოველგვარ სამგლოვიარო ხასიათს, არამედ სააღდგომო ხასიათს ატარებს. და ამაზე სხვათა შორის ამბობენ ძველი წმინდა მამებიც. იოანე ოქროპირი მაგალითად განმარტავს, რატომ ვიწყებთ ჩვენ მიცვალებულთა მოხსენიებას სწორედ ამ სამშაბათიდან. იმიტომ რომ აღდგომიდან მეორე დღეს იწყება ეს, იმიტომ რომ აღდგომისგან მეორე დღეს უფალი ახარებს ვიმეორებ მიცვალებულებს. ეს მეორე დღე ეკლესიის ლიტურგიკულ ენაზე ნიშნავს ერთი კვირის შემდეგ. იმიტომ რომ ერთი კვირა, როგორც გითხარით, ერთ დღეს უდრის. და იგი ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს იკრიბებიან ადამიანები საფლავებზე, გადიან სასაფლაოებზე, იხსენიებენ მიცვალებულებს და ახარებენ, ზეიმობენ მათთან ერთად ამ დიდ მოვლენას. იგივეს ამბობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი და სხვა წმინდა მამები, ისინი ხსნიან, რატომ არის დადგენილი ეს დღე და აქამდე რატო არ ხდებოდა მიცვალებულთა მოხსენიება. და ჩვენ ასევე ტრადიციისამებრ იმისთვის, რომ ჩვენი ლოცვები გავაძლიეროთ მიცვალებულთათვის, ვურთავთ ამ ჩვენს ლოცვებს ქველმოქმედებას და მოწყალებას ასევე. დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი და იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ დღეს მინდა მათ შორის გამოვყო ალბათ მეუფეების დამეთანხმებიან და ყოველი თქვენგანიც, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ერთ-ერთი განსაკუთრებული ასეთი თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ. მისი მშობლების მიმართ ჩვენ გვახსოვს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა. წინაპრების მიმართ, მეფეების, დედოფლების, კათოლიკოს პატრიარქების მიმართ, როგორი ცოცხალი
დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ გვასწავლიდა აი ამ ყველაფერს ჩვენ. და ეს მაგალითი დაგვიტოვა სხვა ყველაფერთან ერთად. ასე რომ დღეს ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვიხსენიებთ დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, მისი ღვაწლისთვის, მისი დანატოვარისთვის და ღმერთმა მოიხსენიოს, აცხოვნოს და შეიწყალოს მისი უკტავი სული. ღმერთმა დაალოცოს და აცხოვნოს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები, ჩვენი წინაპრები, ვისაც დღეს ვიხსენიებთ, ყველა აცხოვნოს და სასუფეველსაც ათასად დაამკვიდროს. მიცვალებულებისთვის ლოცვა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ. არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც. რატომ? იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე. ფიქრობთ ჩვენ ზეციურ სამშობლოზე. ფიქრობთ უფრო მეტად იმაზე, რომ გამოვსწორდეთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად გვინდება დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, რომლის ღირსიც გაგხვადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც ჩვენი ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანამამით და სული წმინდითურთ აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.